ზედმეტად ფიქრი ჩუმი ქურდია, რომელიც სიმშვიდეს გიპარავს და გონებაში ქაოსს ქმნის. ადვილია წარსულზე ფიქრში, მომავალზე ფიქრში ან აწმყოს დაუსრულებლად გაანალიზებაში ჩავარდეთ. თუ დაიღალეთ გადატვირთვის შეგრძნებით და შინაგანი სიმშვიდის პოვნის გზას ეძებთ, ეს ვიდეო თქვენთვისაა. ბუდიზმი გთავაზობთ მარადიულ სიბრძნეს, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი ფიქრისგან თავის დაღწევაში. დღეს ჩვენ განვიხილავთ 6 ბუდისტურ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მშვიდი და წყნარი გონებისკენ. მოდით, ჩავუღრმავდეთ ამ სწავლებებს და ვიპოვოთ სიცხადე და სიმშვიდე, რომელსაც ყველა ვიმსახურებთ. პირველი. წარსული წავიდა. მომავალი გაურკვეველია. ფოკუსირდით აწმყო მომენტზე. რამდენად ხშირად აღმოჩნდებით წარსულის მიერ შთანთქმული, სინანული, დანაშაულის გრძნობა და იმის ლტოლვა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ან მომავალში ვართ ჩარჩენილები. შეშფოთებით ვფიქრობთ, რა იქნება შემდეგ, რა შეიძლება არასწორად წავიდეს ან როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ უცნობისთვის. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ წარსული უკვე წავიდა და მომავალი ჯერ არ დამდგარა. ბუდისტური სწავლებები გვახსენებს აწმყო მომენტით ცხოვრების მნიშვნელობას. მან თქვა, ნუ იცხოვრებ წარსულში, ნუ იოცნებებ მომავალზე. ყურადღება აწმყო მომენტზე გაამახვილე. ეს სწავლება გვაძლევს სტიმულს, გავთავისუფლდეთ როგორც წარსული სინანულისგან, ასევე მომავლის წუხილისგან და ამის ნაცვლად, ყურადღება გავამახვილოთ ერთადერთ დროზე, რომელიც ნამდვილად არსებობს. ახლა კი დაფიქრდი ამაზე. ის მომენტი, რომელშიც ახლა ხარ, ამ სიტყვების კითხვის ან მოსმენის დროს, ერთადერთი დროა, როდესაც გაქვს აწმყო, სადაც ცხოვრება ვითარდება, სადაც სიმშვიდის პოვნა შეიძლება. თუ საკუთარ თავს სრულად აწმყოში ყოფნის უფლებას მისცემ, წარსულში ან მომავალზე ფიქრებში ჩავარდნის გარეშე, დაიწყებ სიმშვიდისა და სიცხადის უფრო ღრმა გრძნობის განცდას. ზედმეტი ფიქრი ქრება, როდესაც ისწავლია აწმყო მომენტის მიღებას ისე, როგორც არის. არსებობს ბუდისტური ისტორია ბერის შესახებ, რომელიც მოგზაურობისას თავის ახალგაზრდა მოწაფესთან ერთად მდინარესთან გაიარა. ბერმა კი მშვიდად და თავშეკავებულად გადაკვეთა მდინარე, თუმცა მისი მოწაფე ვერ წყვეტდა გადაკვეთის საფრთხეზე ფიქრს და ეშინოდა, რომ ჩქარმა წყალმა შეიძლება წაიღოს იგი. ბერმა, რომელმაც შენიშნა თავისი მოწაფეების ხოხმანი, უთხრა, ნუ ღელავ მეგობარო. მდინარე ყოველთვის მიედინება, მაგრამ მისი გადაკვეთის ერთადერთი გზა აწმყოში ყოფნა და მომენტის ნდობაა. ეს ამბავი გვასწავლის, რომ წარსულ შეცდომებზე ფიქრი ან მომავალ დაბრკოლებებზე ფიქრი მხოლოდ ხელს გვიშლის აწმყოს სრულად განცდაში. მეორე. ფიქრები ღრუბლებს ჰგავს. გადაიარეთ მათზე მიჯაჭვულობის გარეშე. ხშირად ვგრძნობთ, რომ ჩვენი ფიქრები გვაწუხებს, თითქოს მათში ვიხრჩობით. გონება იბნევა, როგორც ქარიშხლიანიცა, რომელიც სავსეა მუქი ღრუბლებით. მაგრამ ბუდა გვასწავლის, რომ ჩვენი ფიქრები ცაში ღრუბლებად აღვიქვათ, რომლებიც არამუდმივი, წარმავალი და მუდმივად ცვალებადი არიან. მან თქვა, რომ ჩვენი ფიქრებით ჩვენ ვქმნით სამყაროს. აქ მთავარია, არ მივეჯაჭვოთ ჩვენს ფიქრებს ან არ გავუიგივდეთ მათ. ისევე, როგორც ღრუბლები ცაში, ჩვენი ფიქრები მოდიან და მიდიან. ისინი არ განსაზღვრავენ ჩვენ. როდესაც მათზე მიჯაჭვულობას ვწყვეთ, ჩვენ ვთავისუფლდებით მათი ძალისგან. წარმოიდგინეთ, რომ მდინარის პირას ზიხართ და წყლის დინებას უყურებთ, ხედავთ, როგორ მოტივტივე ფოთლები ნაკადულში. არ იცვდი ხელს ყველა ფოთლის დასაჯერად, არა? ძალისხმევის გარეშე უშვებ მათ, იმის ცოდნით, რომ კიდევ უფრო მეტი ფოთლები ამოვა. ანალოგიურად, მიეცი შენს აზრებს საშუალება, მოვიდნენ და წავიდნენ. ნუ მიეჯაჭვები მათ და ნუ ეცდები მათ კონტროლს. მიეცი საშუალება, ღრუბლებივით გაიფანტონ და აღმოაჩენ, რომ ზედმეტი ფიქრი ბუნებრივად მცირდება. ბუდამ ერთხელ თქვა, ჩვენი ცხოვრება ჩვენი გონებით არის ჩამოყალიბებული. რადგან ჩვენ ვხდებით ის, რასაც ვფიქრობთ. ეს გვახსენებს, რომ ნეგატიური ან ზედმეტად აქტიური აზრებისგან გათავისუფლებით, შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება უფრო ნათელი და მშვიდი აზროვნებით ჩამოვაყალიბოთ. მესამე ნომერი. ზედმეტად ფიქრი ტანჯვას ქმნის. გათავისუფლდით იმისგან, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ. რაც უფრო მეტს ვფიქრობთ, მით უფრო მეტად ვიტანჯებით. ვცდილობთ გავაანალიზოთ ყველა შესაძლო შედეგი, ვინერვიულოთ ყველა სცენარზე და მჭიდროდ ჩავეჭიდოთ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებულ რაღაცებს. მაგრამ ეს მხოლოდ უფრო მეტ სტრესს და შფოთვას ქმნის. ბუდა ამბობდა, რომ ტანჯვას ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები კი არა, მათზე ჩვენი რეაქცია იწვევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს ტანჯვას არა გარე გარემოებები იწვევს,
არამედ ის, თუ როგორ ვირჩევთ მათზე რეაგირებას. როდესაც ზედმეტად ფიქრობთ და რაღაცეებზე ვართ შეპყრობილნი, ვერ შევცვლით. ჩვენს ცხოვრებაში ზედმეტ ტკივილს ვიწვევთ. ყველაფრის კონტროლის აუცილებლობისგან გათავისუფლება აუცილებელია. ისწავლეთ იმის მიღება, რაც არის და გათავისუფლდეთ კონტროლის ილუზიისგან. ეს ძლიერი ნაბიჯია ზედმეტი ფიქრის ციკლის გარღვევისკენ. ვკითხეთ საკუთარ თავს, ეს ისეთი რამაა, რისი კონტროლიც შემიძლია? თუ არა, გაუშვით. კონტროლის აუცილებლობაზე უარის თქმით. თქვენ ათავისუფლებთ თქვენს გონებას მუდმივი წუხილის ციკლისგან. ცნობილმა ბუდისტმა ბერმა ტიჩჰანმა ერთხელ გაიზიარა ისტორია ადამიანზე, რომელიც გამუდმებით ცდილობდა მძიმე ლოდის აღმართზე აწევას. ეს ადამიანი იბრძოდა, ცუცუნებდა და ენერგიის ყოველ ღერს ხარჯავდა, მაგრამ ლოდი არასდროს იძვროდა. ტიჩჰენცმა უბრალოდ იკითხა: რატომ აწევ ლოდს, რომელიც არ მოძრაობს? გაუშვი და გზა გაირკვევა. ეს გაკვეთილი გვასწავლის, რომ ზედმეტი ფიქრი და რეალობასთან ბრძოლა მხოლოდ გუღლის. ზოგჯერ გაშვება ყველაზე ძლიერი რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მეოთხე, ივარჯიშეთ გონებამახვილობაზე. მიამაგრეთ საკუთარი თავი და თქვენი სუნთქვა გონების დასამშვიდებლად. გონებამახვილობა არის სრული ყურადღების მიქცევის პრაქტიკა აწმყო მომენტზე განსჯის გარეშე. ეს ნიშნავს ჩვენი აზრების, ემოციების და ფიზიკური შეგრძნებების გაცნობიერებას, მაგრამ მათ მიერ არ ჩაგდრევას. გონებამახვილობის პრაქტიკის ერთ-ერთი უმარტივესი გზაა სუნთქვაზე ფოკუსირება. როდესაც გრძნობთ, რომ თქვენი ფიქრები გადატვირთულია, დაუბრუნდით სუნთქვას. ღრმად ჩაისუნთქეთ. გაჩერდით ერთი წამით და შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ. თითოეული სუნთქვა მიგამაგრებთ აწმყო მომენტზე, რაც საშუალებას გაძლევთ დაამშვიდოთ გონება. ბუდისტი ამბობდა, როდესაც გონება მშვიდია, სუნთქვაც მშვიდია. ეს ასახავს ჩვენი გონების მდგომარეობასა და სუნთქვის რიტმს შორის ღრმა კავშირს. სუნთქვაზე ფოკუსირებით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გონება მშვიდობის მდგომარეობაში მოვიყვანოთ. ზედმეტად ფიქრის ციკლის შეჩერებით, გონება ყველაფერია. გონებამახვილობის პრაქტიკით და სუნთქვაზე ფოკუსირებით. თქვენ ავარჯიშებთ თქვენს გონებას სიმშვიდისა და ფოკუსირების შესანარჩუნებლად. რაც უფრო მეც ვარჯიშობთ, მით უფრო ნაკლები ძალა აქვს ზედმეტ ფიქრს თქვენზე. მეხუთე ნომერი. სიმარტივე თავისუფლებაა. შეწყვიტეთ ცხოვრების გართულება ზედმეტი საზრუნავებით. ყურადღების გამფანტავი ფაქტორებით სავსე სამყაროში ადვილია ცხოვრების გართულება. ჩვენ ყველაფერზე ვნერვიულობთ, ჩვენს სამსახურზე, ურთიერთობებზე, გარეგნობასა და მომავალზე. მაგრამ ბუდიზმი გვასწავლის, რომ სიმარტივე ბედნიერებისა და მშვიდობის გასაღებია. როდესაც ჩვენ ვამარტივებთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ ვათავისუფლებთ ზედმეტი საზრუნავის ტვირთს. ბუდა ხშირად საუბრობდა სიმარტივის მნიშვნელობაზე როგორც აზრებში, ასევე ქმედებებში. დჰამაპადას პატერში ის ამბობს, რომ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა არ არსებობს. ბედნიერება არის გზა. ეს ნიშნავს, რომ ბედნიერება არ არის ის, რისი დევნა ან ზედმეტად ფიქრიც გჭირდებათ. ის ყოველდღიურ მარტივ მომენტებში მოიძებნება ჩვენი ცხოვრების გამარტივებით, ზედმეტობისგან გათავისუფლებით, ჭეშმარიტად მნიშვნელოვანზე ფოკუსირებით. ჩვენ ვთავისუფლდებით ზედმეტად ფიქრის ციკლისგან. ძენ ბერები ცხოვრობენ პრინციპით, რომელსაც შიბუმი ეწოდება. ეს ეხება სიმარტივის სილამაზეს. ერთმა ძენ ოსტატმა თქვა, რაც უფრო მარტივია ცხოვრება, მით უფრო ღრმაა მისი მნიშვნელობა. მათ ესმოდათ, რომ გონებრივი არეულობის შემცირებით და აუცილებელზე ფოკუსირებით. მათ შეეძლოთ უფრო მშვიდი და შინაარსიანი ცხოვრების გამოცდილება. ნომერი მეექვსე. ენდე წარმავალობას. არაფერი გრძელდება სამუდამოდ. არც შენი ბრძოლები. არაფერი გრძელდება სამუდამოდ, მათ შორის ბრძოლები და გამოწვევები, რომლებსაც აწყდები. ბუდისტური სწავლება წარმავალობაზე გვახსენებს, რომ ყველაფერი მუდმივ ცვალებადობაშია. ეს ნიშნავს, რომ შენი ზედმეტი ფიქრი, შიშები და შფოთვაც კი დროებითია. ისინიც გაივლიან. ბუდამ თქვა, რომ ყველა პირობითი რამ წარმავალია. ისწრაფე გულმოდგინედ. ეს სწავლება მოგვიწოდებს, გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგი თუ ცუდი საბოლოოდ შეიცვლება. ზედმეტი ფიქრი ხშირად წარმოიშობა მუდმივობის შიშიდან. ჩვენ ვგრძნობთ, რომ სამუდამოდ ცუდ სიტუაციაში ვიქნებით ჩარჩენილები, მაგრამ როდესაც ვაღიარებთ ყველაფრის წარმავალ ბუნებას, შეგვიძლია გავუშვათ ჩვენი წუხილი და ვიპოვოთ სიმშვიდე იმის ცოდნით, რომ ყველაფერი შეიცვლება. არაფერია მუდმივი. ყველაფერი ექვემდებარება ცვლილებას.
ამ ჭეშმარიტების გაგება გვეხმარება მივიღოთ ის, რომ ჩვენი ბრძოლებიც კი გაივლის და ზედმეტი ფიქრი არ უნდა დომინირებდეს ჩვენს ცხოვრებაში. ახლა, როდესაც აღმოაჩინეთ ეს 6 ბუდისტური სწავლება ზედმეტი ფიქრის შესაჩერებლად, დროა იმოქმედოთ. მიიღეთ აცმყო მომენტი. გაუშვით ზედმეტი ფიქრები და გაიმარტივეთ თქვენი ცხოვრება. ენდეთ ყველაფრის წარმავლობას. იცოდეთ, რომ არაფერი გრძელდება სამუდამოდ, თქვენი ბრძოლებიც კი. გახსოვდეთ, რომ გონება ძლიერი იარაღია პრაქტიკითა და მოთმინებით. შეგიძლიათ გაწვრთნათ იგი ფოკუსირებისთვის, დამშვიდებისთვის და სიმშვიდის მოსაძებნად. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივახციეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოვოთ სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.